საქართველოს ყველაზე ინტელექტუალურ სკოლად ბათუმის პირველი საჯარო სკოლა დასახელდა. ქვეყნის ყველაზე ინტელექტუალური სასწავლებლის ტიტულისთვის ერთმანეთს 72 მუნიციპალური სკოლა შეეჯიბრა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და დიპლომები გადასცეს. რეპორტაჟი ჩვენს ეთერში. ძალიან საპასუხისმგებლოა. ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, ახლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ ტიტულის წარება. 7 რეგიონული თასის მფლობელ პირველ საჯარო სკოლას საქართველოს ყველაზე ინტელექტუალური სკოლის ტიტული შეემატა. როგორც გუნდის წევრი ამბობს, ინტელექტუალური ჯილდოსთვის ბრძოლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მიშიკო დუმბაძის თქმით, მიღწეული წარმატება მისთვის მოტივაციის დამატებითი წყარო გახდა და იგი უკვე სტუდენტურ ლიგაში მონაწილეობას აპირებს. მე მომავალთაობას მინდა ვურჩიო, რომ აუცილებლად მიიღონ ასეთ კონკურსებში მონაწილეობა, რამე თუ ხელს შეუწყობს ეს კონკურსები მათი ერუდირების, მათი ინტელექტის ამაღლებას. ვართ ესე იგი ორგზის საქართველოს ჩემპიონები ინტელექტუალურ თამაშში რასადროდის. და მე ვფიქრობ, რომ ეს როგორც ჩვენი ქალაქისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის და პირველ რიგში ჩვენი სკოლისთვის უდიდესი წარმატებაა. გუნდი პირველები გამართულ კონკურსს დაძაბულ ბრძოლად ახასებს. მთავარ კონკურენტად ისინი კომაროვის სკოლას ასახელებენ. გადამწყვეტი ქულისთვის პაექრობა სწორედ ამ სკოლასთან მოუხდათ. სამი გუნდი ვიყავით ლიდერები. თანაბარი ქულებით 27 ქულა ქონდა დაგროვებული და გათამაშდა შემდეგ პენალტების სერია, სადაც მეორე კითხვაზე უკვე ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება. პირველი სკოლა 2011 წლიდან ინტელექტუალურ თამაშებში საქართველოს ჩემპიონია. საჯარო სკოლას სხვა ბევრი ჯილდოც აქვს მოპოვებული. გუნდი პირველები მონაწილეობდა 2013 წლის ოქტომბერში უკრაინაში გამართულ ინტელექტუალურ ტელეშოუში სახელწოდებით მისია სტუდენტი, სადაც მათ სკოლას კიდევ ერთი წარმატება მოუტანეს. ბედნიერი დამატება, რადგანაც გუშინდელი საბჭოების ქვეშ მყოფები დღესაც. როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით ახლა ჩვენი სკოლის გუნდი ასეთ წარმატებას მიაღწევს, ეს ნამდვილად საამაყოა და მიხარია და ყველა გახარებული ვართ, არაფერ მე, არა მთელი ჩვენი სკოლა. ეს არ არის პირველი სიხარული ამ ბავშვებისაგან. ქართული ინტელექტის სრული მრავალფეროვნება საქართველოს მომავალი ეკონომიკაში, კულტურასა და ხელოვნებაში. ასე შეაფასა ქვეყნის ყველაზე ინტელექტუალური სკოლის ტიტულისთვის მებრძოლი 72 მუნიციპალური სკოლის გუნდი გიორგი მოსიძემ. საქართველოს ყველა რაიონის, ყველა მუნიციპალიტეტის ჩემპიონი ჩამოვიდა. 72-ვე ჩემპიონი წარმოდგენილია. ვთვლი რომ რამდენიმე წლის შემდეგ 10 წლების შემდეგ ალბათ სწორედ ეს ბავშვები იტყვენ თავის სიტყვას და დარჩებიან საქართველოს ისტორიაში. ინტელექტის დღე წელს უკვე მესამედ გაიმართა. 2014 წელს პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1500-მდე სკოლა მონაწილეობდა.